ახლახან ახლო აღმოსავლეთში ომში ახალი თავი დაიწყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26 მარტს დაადასტურა უპილოტო ნავების გამოყენება რეალურ კონფლიქტში სპარსეთის ყურეში, ოპერაცია ეპიკური რისხვის პარკლებში. ტექნოლოგია, რომელიც მომავლის მსგავსად ჟღერს და ცდილობს ირანის უპირატესობის გატეხვას ზღვაში. რა მოხდა? ვაშინგტონმა კრიზისის ცენტრში დააყენა პატარა სწრაფი და უპილოტო პლატფორმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ წყლებში, რომელიც დღეს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად წერტილად ითვლება. გარკ არის სამხედრო კატერი უპილოტოდ. მისი სიგრძე დაახლოებით 4,8 მეტრია. შეუძლია იმუშაოს დისტანციური მართვით და ასევე ავტონომიურად. სწრაფ სიჩქარეზე 80 კვანტს აღწევს. ის შექმნილია, რომ შევიდეს სადავო ზონებში ისე, რომ მეზღვაურები პირველ საფრთხეში არ აღმოჩნდნენ. სისტემის ტექნიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ის განკუთვნილია სადაზვერო და კომუნიკაციების გადაცემისთვის. ზედაპირული ომი, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ომი, ნაღმების საწინააღმდეგო ზომები და სხვა, დრონების მხარდაჭერა. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, ეს მხოლოდ პატარა ნავი არ არის, ეს არის პლატფორმა, რომელიც ხედავს, გადასცემს, რეაგირებს და შეიძლება სხვადასხვა მისიებისთვის ადაპტირდეს. იმავე ვიწრო სივრცეში, სადაც ირანი ხშირად ზეწოლას ახდენს, სწრაფი ნავებით, დრონებით და სამოქალაქო გემებს ემუქრება, ეს როლი არაფრიდან არ გაჩენილა. სანამ ჰორმუზამდე მივიდოდა, გარკ უკვე ტესტირებას გადიოდა ოპერაციებში, რომლებიც 2022 წელს მის მნიშვნელობას ხსნის. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა სისტემის ვერსია გამოცადეს მაღალი ღირებულების ესკორტის სიმულაციაში, დისტანციური იარაღით, მოწინავე მანძილის გაზომვით და მუქარის აღმოჩენის შესაძლებლობებით. ზუსტად იმისთვის, რომ პერსონალი საფრთხის ზონიდან შორს იყოს. 2025 წელს ღონისძიებაზე Southern Lightning უპილოტო სისტემები USS Cole-ის გამანადგურებელთან ერთად მოქმედებდნენ ჰიბრიდული ფლოტის გარემოში, ყურადღებით სენსორებზე, რელეებზე და საზღვაო კომუნიკაციებზე. იმავე წელს ბალტოპს 25-ის დროს. გარკები გამოიყენეს სწრაფი ნავების შეტევების სიმულაციისთვის მსხვილ გემებზე, რაც დაეხმარა უპილოტო თავდასხმებისა და ასიმეტრიული საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის ტაქტიკის შექმნას. თავად საზღვაო ძალებმაც განაცხადეს, რომ 2025 წლის მარტში გაიმართა რამდენიმე გარსის გაშვების დემონსტრაცია მოძრავი გემებიდან. აქ შემოდის მისი როლი ჰორმუზში. სრუტე აკავშირებს სპარსეთის ყურეს, ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ვიწრო ადგილს მსოფლიოში. ამ შემთხვევაში გარსი მოქმედებს როგორც მოწინავე მზვერავი. ის შეიძლება წინ წავიდეს, გააფართოვოს სიტუაციური ცნობიერება, დააკვირდეს საეჭვო კონტაქტებს, შეინარჩუნოს პატრულირება მრავალი საათის განმავლობაში და შეამციროს საჭიროება, რომ თავიდანვე გაგზავნონ ეკიპაჟიანი გემი ყველაზე საშიშ წერტილში. ეს ეხმარება ახსნას, რატო პენტაგონმა ხაზი გაუსვა 450-ზე მეტი საათი ნავიგაციისთვის და 2200-ზე მეტი საზღვაო მილაზღვაო მილი. რაცა მიარაქს ასე ფუტურისტულსა და უჩვეულოს ხდის, სწორედ მისი ლოგიკაა. წლების განმავლობაში საზღვაო ყოფნა ნიშნავდა დიდ კორპუსს, დაუცველ ეკიპაჟს და ძალიან მაღალ ხარჯებს ზღვის თითოეული მონაკვეთის პატრულირებისთვის. გარსი ამ ფორმულას ცვლის, ის პატარაა, სწრაფი, მოდულარული და გამრავლება უფრო მარტივია. შეერთებული შტატების საზღვაო ოპერაციების დროებითმა ხელმძღვანელმა 2025 წელს განაცხადა, რომ უპილოტო სისტემებმა უნდა გააფართოონ ფლოტის მოქმედების არეალი, გააუმჯობესონ სიტუაციური ცნობიერება და გაზარდონ საბრძოლო ეფექტიანობა. თავად საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ ეს პროგრამა არსებობს იმისთვის, რომ ტრადიციულ ძალას ახალი შესაძლებლობები დაამატოს და არა მის შესაცვლელად. საერთო ჯამში გარსი არ ცვლის დესტროიერს. ის მოქმედებს მის წინ, უფრო ახლოს და ნაკლები ადამიანური რისკით. ამიტომაც ის იპყრობს ასე დიდ ყურადღებას. ჰორმუზში ირანმა თავისი საკუთრების დიდი ნაწილი ააშენა. სვეთისთვის პატარა ხომალდი, სწრაფი მუქარა, მოძრაობის არეულობა და დაბალი ღირებულება. მათთვის, ვინც ძალიან ერთიანად აწუხებს, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ამ ტიპის ომზეა მორგებული, მაგრამ მეტი პროგრამული უზრუნველყოფით, მეტი სენსორით და მეტი განძლეობით. ამ დროისთვის საჯარო დადასტურება არ არსებობს, რომ გარცმა ირანულ სამიზნეებზე შეტევა განახორციელა. დადასტურებული გამოყენება პატრულირებისთვისაა. მაგრამ მხოლოდ ეს გამოყენებაც კი უკვე ფაზის ცვლილებას აჩვენებს. იმის ნაცვლად, რომ ჯერ ძვირადღირებული და დაუცველი გემი გაგზავნოს, ვაშინგტონი იწყებს რობოტული ხომალდის გაგზავნას. რომ წინასწარ დაინახოს, უფრო დიდხანს დარჩეს და მოწინააღმდეგის მანევრის სივრცე შეამციროს.
აი რატომ ჩანს გარცი ასეთი გამორჩეული? არა იმიტომ რომ ყველაფერს მარტო აგვარებს, არამედ იმიტომ რომ ზღვაში ახალი და შემაწუხებელი იდეა მიაქვს. ახალი და შემაწუხებელი იდეაა ის, რომ თანამედროვე საზღვაო ომში ყველაზე საშიშ წერტილში პირველი შეიძლება აღარ იყოს ადამიანი, არამედ მანქანა.